ვნების კვირის სამშაბათს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიცოცხლის მომცემი ვნების შესახებ. ძმანო და მამანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ვნებათა გახსენება მთლიანად მობიერს ხდის სულს, ხოლო უფრო მეტად ახლანდელ პერიოდში და ამ მოახლოებულ დღეებში, როდესაც ყოველივე აღსრულდა. ხოლო რომელი ვნებები არიან ესენი? ესენია მკვლელობის ჩანაფიქრი, ჰურიათაგან შეპყრობა, მომაკვდინებელი თავდასხმა, პილატეს წინაშე წარდგენა, განკითხვა, გვემა, სახეში გარტყმა, შენერწყება, ყვედრება, მასხრა დაგდება, დაცინვა, ჯვარზე გაკვრა, ხელებისა და ფეხების მილურსმა, ნახველის გემოს გასინჯვა, გვერდის გახსნა და სხვა ყველაფერი, რაც ამათთან ერთად გაბრწყინდა. რომელთა ტვირთაც არ შეუძლია ქვეყანას და შესაფერისად გადმოცემის შემძლე არც არავინაა, არა მხოლოდ ადამიანის ენა, არამედ ვერც ანგელოზთა ყოველი ენა ერთობით. ძმებო, ეს დიდი და მიუწნომელი საიდუმლო განვიცადოთ, რადგან რომელიც რახვასა გულთასა გამოაცხადებს და უწყნის ყოველთა კაცთა გონებანი, იგია ვინც მწყვლობის ყრილობაზე სასიკვდილოდ მიიყვანეს. რომელ საუტვირთან ყოველი სიტყვათა ძლიერებისათვის ისაი, იგია ვინც ცოდვილი ადამიანის ხელში ჩავარდა. რომელიც შეკრავს წყალთა ღრუბელთა შინა და მიჰფენს მას პირსაზე და ყოვლისა ქვეყანისასა, უფალ და ყოვლისწყობელარს სახელი მისი, იგია ვინც შეკრული მიიყვანეს. რომელმან განზომა ცანი მტკაველთა და ქვეყანა ბრჭყალითა და ყოველნი მთანი უღლითა სასწორისაით აღწონა, იგია ვინც მონის ხელით სახეში გარტყმული აღმოჩნდა. ვინც შეამკო მიწის საზღვრები ფერად-ფერადი ყვავილებით, იგია ვინც უპატივცემულო დეკლებისაგან გვეგვინოსანი გახდა. ვინც დაჰნერგა ხე იგი ცხოვრებისაი შორის სამოთხესა, იგია ვინც ხის ჯვარზე გაეკრა. ჰოი ეს დიდი და აზროვნებაზე აღმატებული საკვირველება, ეს მზემ იხილა და ნათელი მოაკლდა. თვარე მიხილა და დაბნელდა, მიწამ გაიაზრა და შეძრწუნდა, კლდეებმა იხილეს და განიბნენ. ქრისტე მეუფის შეურაცხყოფის გამო მთელი ქნილება შეიცვალა, ხოლო თუ კი ეს უსულონი და უგოლონი უფლის შიშისა და ხილული საქმეების ნახვის მიზეზით, როგორც სულიერნი და გორნიერნი შეიცვალნენ და შეკრთნენ, ნუ თუ ჩვენ უდარდელად და უცრემლოდ უნდა დავრჩეთ, რომელნიც სიტყვით პატივცემულნი ვართ და რომელთა გამოც ქრისტე მოკვდა. განადა პირუტყვებზე უფრო პირუტყვები და ქვებზე უფრო უგუნურები არ ვიქნებით. მაგრამ ნუ ვიქნებით, ძმებო, ამგვარად ნუ ვიქნებით. ჩვენ უფრო მეტად გონიერად გავკვირდეთ, კეთილი წვლილებით ღვთის მშვენიერად შევიცვალოთ, ცრემლი გადმოვყვაროთ, ვნებები მოვაკვდინოთ, შეურაცხყოფით შეურაცხყოფები გადავიხადოთ და წყულებით წყულები მივუძღოთ, ზოგი მორჩილების მიერ და ზოგიც აღსარების სიმამაცით. ამ საღვთო სიყვარულის სიმაღლეს ვერ ხედავთ, რადგან საპყრობილეში მეგობრისან და საყვარელი ადამიანის გამო როდისმე განა ვინმე ჩამჯდარა, ვინმეც სიკვდილი უტვირთავს. მაგრამ ჩვენმა კეთილმა ღმერთმა არა მარტო ერთი და ორი, არამედ დასჯილთა გამო მრავალი ვნება მიიღო. ნეტარმა მოციქულმა შესაფერისად იღაღადა, განიცადა რა ეს და საღვთო სიყვარულის გააზრებასთან მყარად მივიდა. ამიტომ თქვა: მრწამს მე ვით არამედ არცა სიკვდილმან, არცა ცხოვრებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მერმემან, არცა სიმაღლეთა, არცა სიხრმეთა, არცა სხვამან, რომელმან მე დაბადებულმან შემიძლას ჩვენ გაყენებათ სიყვარულსა მას ღვთისასა, რომელ არც ქრისტე იესოის მიერ უფლისა ჩვენისა. რადგან ღმერთმა ჩვენთვის იმგვარი სიყვარული აჩვენა, ვით არამედ ძეცათვის მხოლოდ შობილი მოსცა, რაითა ყოველსა რომელსაც რწმენეს მისი, არა წარწყდეს, არამედ აქვდეს მას ცხოვრება ისაუკუნოი, როგორც დაწერილია. ამ სიყვარულის გამო წმინდანებმა ვინაიდან სხვა არაფერი ჰქონდათ აღმატებული, საკუთარი თავი შესწირეს, მონაზნობითა და წამებით ხორცი გალიეს, სისხლი დაუშურებლად დაღვარეს და ნეტარი დავითის გალობას გალობდნენ, რა იმივაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი ესე მომაგო ჩვენ. ეს ხმა ჩვენც ვიღაღადოთ, ძმებო, სულის გაუმაძღარი სიყვარულით ყოველდღე უფალს ვემონოთ და ყოველთვის მუდამ აღმატებულის მიმართ წავემატოთ, რათა მარადილ სიკეთეებში წმინდანებთან ერთად მკვიდრნი აღმოჩნდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლისაც არის დიდება და სიმტკიცე თანამამით და ყოვლადწმინდით სულითურთ, აზ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.